როგორც ჩანს, დემოკრატების სტრატეგია არჩევნების მოსაგებად არის, რომ იპოვონ ყველდროის ყველაზე სულელი და ყველაზე ცუდი კანდიდატები. მართლა ძალადობრივი, შეშლილი, გიჟური და ქმნიან კამპანიებს, რომ ისინი გაიმარჯვან. დიახ, ეს არის ახალი სტრატეგია და დღეს ვისაუბრებთ ამ ბიჭზე, კაროლ ბასინზე, რომელიც ნამდვილად დემოკრატიული პარტიის კანდიდატია და როცა ვამბობ რეალური დემოკრატი კანდიდატი, ალბათ გაუცდებით, როცა ამ კადრებს ნახავთ. ჩადე შენი ჩანთა. ჩადე შენი ჩანთა. ეს ის არის თუ ეს კილერი არ არის. უთხარი თუ უნდა. მოდი აქ. წესი ნომერი 1. თუ გინდა პოლიტიკაში იყო კანდიდატი, არ უნდა დაგაფიქსირონ კამერაზე ძალადობის დროს. დასრულებულია. არ გააკეთო, თავი გაანებე, კარგი? თავი გაანებე, არ გააკეთო. შენ მოგიტყან. ჩემ გოგოებთან. ისინი ჩემ გოგოსთან არ წავლენ, ბაო. არ მაინტერესებს. არ გააკეთოს, ბაო. ვულისმობ. გახსოვს ის დრო, როცა თუ გინდოდა პოლიტიკაში ვინმე ყოფილიყავი, უნდა ყოფილიყავი ჩაცმული და წარმოეჩინე თავი როგორც დახვეწილი ადამიანი, რომელსაც საზოგადოება აინტერესებს და არა როგორც ის, ვინც მზადაა ყვირილით იდგეს შიშველი პლაჟზე. ნუ, არა შიშველი, არამედ მშვენიერ ბწყინვალეთ რუსებში. რა გააკეთა? ტენტაბი. რაში ეხვევი? ნახეთ, ტენტაბი. დადი. ლეის მიწაში არ ჩამიდია. ამის გაკეთება არ მჭირდება. წავიდეთ. ძმაო, ტენტაბი. შეატარე ის. კარგი. დასრულდა. ის ბავშვია. მართლა ბავშვია? ის ეხლა ჩხუბს აპირებს ბიჭებო, ის ეხლა კამერაზე ჩხუბს აპირებს. და უნდა რომ დემოკრატების კანდიდატი იყოს, ბიჭი. სკამის მომზარდველი. ზუსტად იქ ძმაო. ის უბრალოდ გათიშეს. გულისმობ, არ ვიცი არსებობს თუ არა სისუსტის უფრო დიდი ნიშანი, ვიდრე ის რომ იყო იმდენად სულელი, რომ ვერ აკონტროლებს საკუთარ ემოციებს. და უპირისპირდები კაცს, რომელიც 10 ჯერ დიდია შენზე, უტყამს კამით და მერე ის კაცი უბრალოდ გაგანადგურებს და შენ იატაკზე ეგდები. აი ეს არის დემოკრატიული პარტიის სახე ამჟამად. გაიჰუიცე. ხო. რას აძლევ ხმას წმინდანო? ხო? რეისი რადიო. არ ვიცი რა უნდა გავაკეთო, მაგრამ მაინც გავაკეთებ. არიცი. მართლა ისევ ცადა მისკენ წასვლა, რა სულელია ეს ბიჭი. იცი რომ ამ ვიდეოს თუ ვუყურებდი ისე რომ არ მცოდნოდა სინამდვილეში. დემოკრატი იყო დემოკრატების კანდიდატად. ვიფიქრებდი რომ ეს ერთ-ერთი ყველაზე სულელი კაცია, ვინც კი ოდესმე მინახავს. რატო უნდა დაუპირისპირდე ამ კაცს? ისწავლე ემოციების კონტროლი, ისწავლე საკუთარი თავის მოთოკვა. ამ კაცს არ აქვს წარმატების შანსი. მაგრამ კიდევ ერთხელ, როგორღაც ის სინამდვილეში კანდიდატია. სინამდვილეში სწორედ ასე აპირებს დემოკრატიული პარტია ამერიკის არჩევნების საგებასებას, რომ ასეთ ფსიქოპატებს კანდიდატებად აყენებს. ის ქათამს გავს ავის ფერს. I told him if he wants to go to the hospital, come here. მოდი აქ. Just a reminder to everybody. This is him. Don, go ahead. I didn't fucking put him in the ground. გულისხმობ, ნახე სკამის ინციდენტი გავს. ის იღებს სკამს, რომ დაესხას ამ ბიჭს, რომელიც ორჯერ დიდია, ან. ბიჭი, ნახეთ, ვინ არის ეს ტიპი? თუ ყველას გიკვირთ, ეს არის კონგრესის კანდიდატი. მისი სახელია კირილ ბასონი. ის შეხვდა 61 წლის მამაკაცს და სთხოვა დაეწია მუსიკა. ბასონმა, როგორც ამბობენ, დაემუქრა მამაკაცის ცოლს და რამდენიმე გამლავს რომ ესროდოდა. ადგილობრივი მამაკაცი, რომელიც ფონზე ჩანს, მიუახლოვდა ბასონს, გათიშა და შემდეგ მშვიდად უთხრა, რომ შეეწყვიტა ადამიანების მუქარა. პოლიციის თქმით, ბასონმა მოგვიანებით დანა ამოიღო და ადამიანების მუქარა გააგრძელა. როცა პოლიციელები მივიდნენ, მან როგორც ამბობენ, დანა ზღვაში გადააგდო. ამბავი კიდევ უფრო მძიმდება. იგივე გავლელი ზღვაში შევიდა, დანა ამოიღო და პოლიციას გადასცა. ბასონს დაუყენეს ბრალი პირველი ხარისხის ტერორისტული მუქარის 2 ეპიზოდით. გირაოს თანხა $1 მილიონ განისაზღვრა. პოლიციის თქმით, მას მაისის შემდეგ სხვა თავდასხმებისა და ქონების დაზიანების შემთხვევებშიც დააკავეს და რამდენიმე ადამიანმა მის წინააღმდეგ დროებითი შემაკავებელი ორდერი მიიღო. როგორც ჩანს, კიდევ ერთი წარმატებული დღეა ამ მომჩევლებთან შეხვედრებზე. ბიჭებო, ერთი წამით ეს დაიკითხეთ. მართლა ძნელია ამის გააზრება. დემოკრატებს უნდათ რომ ეს არჩევნები წააგონ. ისინი ისეთ კანდიდატებს ირჩევენ, როგორიც ბასონი. კაცი, რომელიც სხვადასხვა ბრალდებით არაერთხელ დაუკავებიათ, ახლა კი გირაოზეა 2 ტერორისტული ბრალდების გამო, მას შემდეგ რაც სადა უფრო დიდ კაცზე თავდასხმა იმის გამო, რომ მუსიკის დაწევას თხოვა, ის გათიშეს. შემდეგ აიღო დანა ზღვაში გადააგდო. ხალხი ზღვიდან დანაებს აგროვებს. უკან აბრუნებენ და მაინც ის დემოკრატების კანდიდატია კონგრესისთვის.
გამბედაობა რომ დატოვო. თანაგზნობა რომ ემსახურა. მე ვარ კირილ ბასონი. კონგრესში კენჭს ვიყრი, რადგან აღარ შემიძლია გვერდიდან ვუყურა. თქვენგან ბევრის მსგავსად ვუყურებდი, როგორ იყოფა და გაურკვეველი ხდება ჩვენი ქვეყანა. როცა ჩემმა საცოლემ გამომიწვია, რომ ნაბიჯი გადამედგა, ვიცოდი, უნდა მემოქმედა. სწორედ ასეთი ადამიანი გჭირდებათ თქვენს პარტიაში. კაცი, რომელსაც არ შეუძლია საკმარისად აკონტროლოს თავისი ემოციები, რომ არ დაესხას თავს ადამიანს, რომელიც ორჯერ დიდია და 20 წლით უფროსია მასზე. ამაში ისეთი სიგიჟეა, რომ უბრალოდ არ მესმის. ფედერალური ლიდერობა, ადგილობრივი გავლენა, რეალური გადაწყვეტილებები, რეალური შედეგები ყველასთვის. მილიონი დოლარის გირაო ამ კაცისთვის. და კიდევ ერთხელ, დემოკრატები ფაქტობრივად თქვენს მადივრად აკეთებენ საქმეს. ირჩევენ ყველაზე სულელ ადამიანებს, ვისაც კი შეძლებენ, ფიქრობენ, რომ ყველა უბრალოდ ბრმა იქნება. არის მიზეზი, რატომაც ეს ვიდეოები ვირუსულად ვრცელდება. ეს კაცი ყველას ესხმის თავს. მეგობრებო, აი რაც ახლა მნიშვნელოვანია. ორი ამერიკა გველოდება წინ. უნდა ავირჩიოთ ის, რომელიც ამ ქვეყნის უსაზღვრო პოტენციალს რეალობად აქცევს. თუ გვინდა ვიცხოვროთ ამერიკაში, რომელიც უშიშობაზე დგას და არა ისეთში, რომელიც საკუთარი შიშის დონემდე ეცემა, დღესვე უნდა გავხდეთ სერიოზულები. უშიშობა სწორედ ის იყო, რაც ამ იდიოტს ჰქონდა, როცა ამ კაცზე თავდასხმა სცადა. რა ხდება? გულისხმობ, ნახე, ის იღებს სკამს და შემდეგ თითქოს ცდილობს ხალხის დაჭრას დანით, რომელსაც შემდეგ ზღვაში აგდებს, როცა პოლიცია მოდის. გულისხმობ, და ეხლა ის უბრალოდ ეცემა მიწაზე. ეს ზუსტად ასე გამოიყურება ამერიკული უშიშრობა. თუ ორს ამერიკას შორის უნდა აირჩიოთ, მეგობრებო, აირჩიეთ ეს. ეს ბრწყინვალეა, ეს უბრალოდ აბსოლუტურად ბრწყინვალე სტრატეგია. აი ისიც, ხვავილებით წვერში. Be careful. ეს საკმაოდ დამღლელია. რა უნდა ვთქვა? მადლობა ამ საკითხზე ყურადღებისთვის.